მზადება სადღესასწაულო კონცერტებისთვის ჯანსუღ ყახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ტრადიცია არც წელს დაირღვევა ცენტრის საშობაო და საახალწლო საღამოებს უმასპინძლებს პროგრამა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებების მოიცავს შესრულდება პატრიარქის საგალობელიც. ჯანსუღ ყახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში საახალწლო კონცერტების ტრადიციები გრძელდება. წინა წლების მსგავსად, წელსაც ერთგულ მსმენელებს სასიამოვნო და საინტერესო პროგრამით შედგენილ საშობაო და საახალწლო კონცერტებზე ებატიჟებიან. 25 დეკემბერს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა. შესაბამისად რეპერტუარიც არის ესეთი რა ქვია. ევროპულ ქართული საშობაო 28 კონცერტს რაც შეეხება ეს წინა საახალწლო კონცერტია მის პროგრამაში ერთი განყოფილება იქნება ძალიან პოპულარული კინომუსიკა ისეთი როგორც ჯონ ვილიამსი, ჰანს ციმერი, ჯეიმს ჰორნერი და ასე შემდეგ ენიო მორიკონე მეორე განყოფილებაში იქნება ჩემი ნაწარმოებები კონცერტები თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც მაესტრო ვახტანგ ყახიძე უდირიჟორებს სოლისტების გარეშე არ ჩაიღოს. თითოეულ კონცერტს შესაბამისი პროგრამიდან გამომდინარე სხვადასხვა სოლისტები ეყოლებიან. საშობაო კონცერტზე სოლისტები საგუნდო კაპელას და ორკესტრთან ერთად ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებების პარალელურად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორესა და თავად ვახტანგ ყახიძის ნაწარმოებებს შეასრულებენ. წინა საახალწლო და საშობაო პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყნის კულტურული ასე ვთქვათ, ორგანიზაციები ეძებენ ფორმას, როგორ მიულოცავენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შობა ახალ წელიწადს. ჩვენც ასეთი ფორმა გამოვნახეთ, როდესაც ევროპული მუსიკით, ქართული კომპოზიტორების მეშვეობით გუნდი და ორკესტრი ერთობლივად უშუალოდ კონცერტის ფორმით მიულოცავთ ჩვენს ერთგულ მსმენელებს შობა ახალ წელიწადს და ასე ვთქვათ, სეზონის ნახევარს დავასრულებთ ასეთი მაჟორული ნოტით. სამ დღეში საშობაო კონცერტზე მოსული მსმენელი მოისმენს ნაწარმოებსაც, რომელიც ჯანსუღ ყახიძის ცენტრში ხშირად არ სრულდება. ფრანგული სუიტა, რომელიც ვახტანგ ყახიძემ 2000 წელს დაწერა და საუკუნეების მიჯნას მიუძღვნა, ორკესტრისთვის, გუნდისთვის და სოლისტი ქალბატონისთვის ფრანგულ ენაზე შეიქმნა, რომელსაც რამდენიმე დღეში სოლისტი ქეთევან ქართველიშვილი შეასრულებს. შინაარსი აქვს, რომ ყველანი თანასწორები ვართ, ყველანი თანაბარუფლებიანები ვართ, რაღაცა ისეთი ჰუმანური შინაარსის და ულამაზესი მელოდიით გამოირჩევა. რამდენჯერმე სულ 1-2 გვაქვს შესრულებული, ბევრჯერ არ სრულდება, ამიტომ ეხა ექნება მსმენელს საშუალება, რომ მოისმინოს კიდევ ერთხელ. მსმენელს პირდებით საოცარ საღამოს, გამოგზაურებთ დროში. იქნება ეს ბაროკოს ეპოქიდან დაწყებული დღემდე 21 საუკუნის მუსიკა, შესრულდება ბახი, ჰენდელი, მოცარტი. მე შევასრულებ პატრიარქის ავე მარიას, ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, ძალიან ნერვიულობ, საოცარი მუსიკა არის და ვცდილობ, რომ ემოციებმა არ მძლიოს და მუსიკა ზიანი არ მივაყენო, იმდენად ემოციურია ჩემთვის ამის შესრულება. ჯანსუღ ყახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში საშობაო კონცერტი 25 დეკემბერს, ხოლო საახალწლო კონცერტი 28 დეკემბერს გაიმართება.